მოგესალმებით, ვაგრძელებთ დისკუსიების ციკლს სპექტაკლის შემდეგ. დღევანდელ ვლოგს ვუთმობთ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც წელს მე-11-ად გაიმართა. ეს ფესტივალი იწყება სენაკში და შემდეგ გრძელდება და სრულდება ფოთში. ყოველწლიურად უამრავი თეატრი საქართველოს რეგიონებიდან ჩადის და ყოველ წელს არის ორიგინალური ფესტივალი, თავის ფორმატით, შინაარსით, თემატიკით. და წელსაც იყო ძალიან განსხვავებული. მე პირადად არ გახდით წელს ამ ფესტივალზე. სამაგიეროდ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაკავასაძე და ანასტასია ჩერნეცოვა და წელს იყო განსხვავებული ფორმატის ფოთის ფესტივალი. ჩვენ ესე ვეძახით ამ ფესტივალს. მაკა გახლდათ თეატრსადნეთა კოორდინატორი ამ ფესტივალზე, ანასტასია ჩერნეცოვა პირველად იღებდა მონაწილეობას რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში. მაკა რომ მოგვიყვეთ და შევაფასოთ როგორი იყო წელს ეს ფესტივალი, რა ამოცანები ქონდა და როგორ გადაიჭრა ეს ამოცანები. მოგესალმებით, დიახ, წელს აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა ეს ფესტივალი. ქალბატონმა ნინელიმ ჭარკვეტაძემ, ვინც არის ამ ფესტივალის დამფუძნებელი, გადაწყვიტა, რომ ამ ფესტივალს შეუცვალოს კალაპოტი, ასე ვთქვათ, და ეს იყო ახალგაზრდების მონაწილეობით და ახალგაზრდებისთვის ფესტივალი. აქ მხოლოდ და მხოლოდ იყვნენ წამოსულები, ანუ მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდა, ზოგი სტუდენტი და ზოგი ახალდამთავრებული, მათ უტარდებოდათ მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობაში და საბოლოო შედეგი დადეს, დაიდგა ამ ორი კვირის განმავლობაში შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმარი, რომელიც გათამაშდა ღია ცის ქვეშ და სხვათა შორის აქვე მინდა ძალიან დიდი გულის ტკივილით აღნიშნო, იმიტომ რომ აი ამ სპექტაკლის დადგმაში ქალბატონ ნინელის ოთია ქათამაძე ეხმარებოდა და სამწუხაროდ აი ამ ფესტივალის შემდეგ იგი ავად გახდა მძიმედ და დაიღუპა და მინდა მიუსამძიმრო ყველას მთელ ქართულ თეატრს. მეც ვისარგებლებ შემთხვევით და ოთია ქათამაძისთვის დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, ეს იყო მისი ბოლო პროექტი, რომელშიც იღებდა მონაწილეობას და ყველას გული დაგვწყვიტა ნამდვილად და მთელ ქართულ თეატრს უსამძიმრებ ოთარ ქათამაძის გარდაცვალებას. და თვითონ ფესტივალი და აი გარდა მსახიობებისა, ახალგაზრდა რეჟისორებისა იყვნენ მონაწილეები თეატრსადნები. ანუ ქალბატონ ნინელის აი ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული ბანაკი შექმნა და აი ამ ორი კვირის განმავლობაში მართლა ინტენსიური მუშაობა მიდიოდა ვთქვათ მასტერკლასები, ემზადებოდნენ სპექტაკლის, დგამდნენ სპექტაკლს და ამ სპექტაკლის მომზადების პროცესი, ხოლო აი ახალგაზრდა თეატრსადნები ყოველდღიურად აფასებდნენ, რა თქმა უნდა, ის ძველი ფორმატიც დარჩა, ანუ და აქაც ცოტა შეიცვალა, იმიტომ რომ ძირითადად კი არა, წარმოდგენილი სპექტაკლები ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ აქ იყო ლიტვიდან, სხვათა შორის ქართველი რეჟისორის ბადრი წერედიანის სპექტაკლი იქნა ნაჩვენები, აქ იყო რუმინეთიდან სპექტაკლი, პოლონეთიდან და სხვადასხვა რეგიონული თეატრების სპექტაკლები უცხოეთიდან და ქართული სპექტაკლებიც რა თქმა უნდა. და მე მგონია, არ ვიცი, აი ხა ტასო არის ახალგაზრდა თეატრსადნე, რომელმაც აი პირველად მიიღო ასეთ ფორმატში მონაწილეობა. ანუ ეს ახალგაზრდა თეატრსადნეები ყოველდღიურად წერდნენ, აფასებდნენ იმ სპექტაკლებს. ამის გამოცდილება უკვე ამათ აქვს. სიგნალის ფესტივალიდან. ტასოს ჰქონდა, მაგრამ იმ ორ ბავშვს, მარიამ ბალახაძეს და თათია გავაშელს, ამის გამოცდილება არ ჰქონდა და პირველად გააკეთეს ეს იქ და ვლოგებს წერდნენ ყოველდღიურად და ყოველდღიურად ერთგვერდიან, გვერდნახევრიან შეფასებას და მინდა აღნიშნო დიდი სიამაყით, რომ მაგალითად
ტასოს წერილი ლიტურ თეატრზე და ლიტური სპექტაკლის შესახებ ითარგმნა ლიტურ ენაზე და ორ ლიტურ გამოცემაში იქნა დაბეჭდილი პრესაში. აი ესეთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა და მე მგონია რომ აი ეს ფორმატი და ქალბატონი ნინელი როგორც ამბობდა კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოება ამის, ანუ ის ორი კვირა რა თქმა უნდა მასტერ კლასებისთვის და სპექტაკლების მომზადებისთვის არ არის საკმარისი, ხო? და შეიძლება ვთქვათ აი დროის თვალსაზრისით ეს იყოს ნამდვილი ბანაკი, თქვათ 20 დღიანი, სადაც უკვე აი ინტენსიური ესეთი სწავლების და ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიდება რაღაცა, ანუ პროექტის საბოლოო სახე იქნება წარმოდგენილი. და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო წლევანდელი და პირველივე ცდაზე იყო გამართლებული ჩემი აზრით. მადლობა. ტასო, როგორია შენი შთაბეჭდილებები პირველად იყავი ამ ფესტივალზე? ახალი ეტაპი დაიწყო ამ ფესტივალის ისტორიაში და როგორია შენი შეფასება ზოგადად ამ ფესტივალის? ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. და რაც შეეხება რეგიონული თეატრების ფესტივალს, მე მგონია, რომ მაშინ ნამდვილად იგრძნობოდა ახალგაზრდული სულისკვეთება და ამ ახალგაზრდების მხარდაჭერა. რადგან უკვე ქალბატონმა მაკამ ისაუბრა, რომ იყვნენ ახალგაზრდა რეჟისორები, თეატრმცოდნეები და მსახიობები, პლუს ამას კიდევ ჩატარდა რეჟისორთა კონკურსი. სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მაგისტრანტები, ისე ბაკალავრები და ერთ-ერთი გამარჯვებული, ჩვენ ორი გამარჯვებული გამოვავლინეთ, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო საერთოდ არჩევანი გაგვეკეთებინა მათ შორის, იმიტომ რომ თითოეული მათგანის პროექტი იყო საკმაოდ მომნუსხველი, მაგრამ მაინც შევჯერდით საუკეთესოზე და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევა გვრიტიშვილის და იგი ფოდის თეატრში მალე წარმოადგენს სლავომირ მორჩეკის სტრიპტიზ და ასევე ტატო ყუბლაშვილმა, რომელიც ახლა არის ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე, დიახ, და აი მანაც მოიპოვა დაფინანსება ამ ფესტივალის. ხო, როგორც ვიცი, კულტურის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო გამონაკლისის სახით, რომ ორივე რეჟისორი დაეფინანსებინა და ეს გააჟღერა ჩვენმა კოლეგამ თეატრმცოდნე ნუცე კობაიძემ. და ასევე ჩემთვის როგორც თეატრმცოდნისთვის ახლებური გამოცდილება იყო, რაც შეეხება ბლოგების წერას, მოგეხსენებათ, როგორც სიღნაღში, ისე ოზურგეთში, თოჯინების ფესტივალზე და კიდევ სხვა ფესტივალებზე მიმიღია მსგავსი გამოცდილება. თუმცა აქ უკვე საქმე იდგა ისე, რომ უნდა გადაგვეღო ბლოგებიც და თან დამემონტაჟებინა ეს ბლოგები და ამ თვალსაზრისით მე გამოცდილება არ მქონდა და აქ მომეცა ამის საშუალება და ძალზე კმაყოფილი აღმოჩნდი, რომ თურმე ამ თვალსაზრისითაც მაქვს გარკვეული უნარჩვევები და რისი განვითარებაც შემდგომ პროფესიულად არის შესაძლებელი. კი, აი ტასო, რამე და კითხო, შენ გაგიმართლა ნამდვილად როგორც ახალგაზრდა დამწყებ თეატრმცოდნეს იმაში, რომ ფესტივალების ხშირი სტუმარი ხარ. სიღნაღი, ბათუმის თოჯინების ფესტივალი, ოზურგეთი და აღმოჩნდი აგერ ფოთის ფესტივალზეც. აი რა განსხვავებაა და რა ნიშა უჭირავს, როგორ დაინახე შენ ფოთის ფესტივალს და რა მნიშვნელობა აქვს? ცხადია აქვს გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ მე მაინტერესებს შენი აზრი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს. აი, გასულ წლებში მე არანაირი შეხება არ მქონია ამ ფესტივალთან და რაც შეეხება წლევანდელს, მე ის ვიგრძენი, რომ ახალგაზრდების მიმართ დიდი მხარდაჭერა იგრძნობა და სწორედ ეს არის ამჟამად ამ ფესტივალის ნიშა, რომ რაღაც ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლებს გაუწიოს პოპულარიზაცია, ახალგაზრდა კრიტიკოსებს და ასევე მსახიობებს, რომლებიც აი სწორედ მუშაობდნენ ზაფხულის ღამის სიზმარზე ქალბატონ ნინელისთან და ოთარ ქათამაძესთან და მეც მინდა მიუსამძიმრო მის ოჯახს და მთელ ქართულ თეატრს, იმიტომ რომ ამ ადამიანის ყოველ ქმედებაში იგრძნობოდა ის, რომ მას მთელი გულით უყვარს საკუთარი პროფესია და სფერო და დიდი დანაკარგია. ნამდვილად ასეა. მაკა სპექტაკლები მაინტერესებს.
რომელ სპექტაკლს გამოარჩევდი, იმიტომ რომ აღნიშნე რომ ამ ფესტივალზე დარჩა ძველი ნიშა, იმ განსხვავებით რომ ახალგაზრდა რეჟისორის დადგმული სპექტაკლები აჩვენეს ძირითადად რეგიონის თეატრებმა, აი ქართული სპექტაკლებიდან რომელ სპექტაკლს გამოარჩევდით ყველაზე მეტად? რომელი რეჟისორის დადგმულს, რომელ თეატრს? ქართველი რეჟისორებიდან ალბათ საბა ასლამაზიშვილის. მეც ასე ვფიქრობ, თუ წმინდა ქართულ დადგმაზე ვსაუბრობ, არა, ანას მომენტი ითამაშეს. ანას მომენტი, რომელმაც შემზე ძალიან იმოქმედა და ესე კარგად გაკეთებული და ძალიან თანამედროვე და ძალიან მტკივნეული და ძალიან პრობლემატური რა თქმა უნდა. და აქ ეთყობოდა საბა ასლამაზიშვილს, რომ ძალზე სკრუპულოზურად იმუშავა ამ სპექტაკლზე. ისე მაგალითად მას რაღაც პერიოდი ჰქონდა ისეთი ჩვევა, რომ ზედიზე დგამდა ძალიან ბევრ სპექტაკლს და იმ სპექტაკლებში ეთყობოდა რაღაც ქარხნული წესით დადგმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას საერთოდ ვერ ვიტყვი. პირიქით მეც თავეთანხმები ქალბატონ მაკას, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი იყო. ძალიან კარგი მიხარია, ამას რა ჯობია, რაც უფრო მეტი ფესტივალი იქნება, მით უკეთესი. და იცი რა, ვაშა კიდევ ერთხელ გავუსვა მხარ შენ წეგან ტასოს და უსვი ეს კითხვა, რომ ჯერსეთი ეს ტასოს შრომის მოყვარეობის, მისი განათლების და მისი პროფესიის აქტიური, ამიტომაც არის ყველა ფესტივალზე და როგორც ჩვენ ვართ ყველა ფესტივალზე. და აი სწორედ ნიშა რაც განასხვავებს დღეს და ალბათ სწორედ აი ძალიან სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება იყო რომ ამდენი ფესტივალი არსებობს უკვე რეგიონული ფესტივალები საკმაოდ მომრავდა და აი ეს ნიშა რომ ეს იყოს ახალგაზრდული ფესტივალი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს იყოს აი ბანაკის ტიპის სადაც ახალგაზრდებს ექნება ჯერ ესეთი შესაძლებლობა ერთად ყოფნის სხვადასხვა თეატრებიდან თუ სასწავლებლებიდან თუ ასე შემდეგ და ერთად შექმნიან პროდუქტს გარდა იმისა რომ ნუ ძალიან ისეთი პროფესიონალი ხელოვანებისგან მიიღებენ კიდევ უფრო მეტ განათლებას თავის პროფესიაში და კიდევ მეტად გამოცდილებას შეიძენენ რაც მთავარია რეჟისორისთვის განსაკუთრებით. ლექციები ეკითხებოდათ დავით ბუხრიკიძემ წაიკითხა თანამედროვე ცეკვაზე. ძალიან საინტერესო დიახ მანანა ტურიაშვილმა თავის ფილმი აჩვენა რომელიც წლების განმავლობაში იგი აგროვებდა მიხეილ თუმანიშვილის მუშაობაზე გადაღებული აქ ეს ყველაფერი და მე დაამონტაჟა და ეს ფილმი აჩვენა და ყვებოდა მიხეილ თუმანიშვილის მეთოდზე როგორ მუშაობდა იგი სპექტაკლის შექმნის მის მეთოდზე ასე ვთქვათ და ამითაც ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც მე-11-ად გაიმართა. ჩვენი ვლოგის სტუმრები გახდათ მაკა ვასაძე და ანასტასია ჩერნეცოვა. მე ვარ ლაშა ჩხარტიშვილი. დროებით გემშვიდობებით.